ეხლა მინდა გადავიდე მოკლედ რუსულ სპეცოპერაციაზე საპატრიარქოში ეს რომ ლაპარაკობს სააკაშვილი პატრიარქის არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს. ხო, ნუ ეს ყველაფერი შეიძლება უწოდეს და ნებისმიერ მოვლენას თავისი ინტერპრეტაცია მიცეს, მაგრამ ორი კომენტარი მინდა განახოთ რა, ამასთან საერთოდ ეს საპატრიარქოში მომხდარი სიტუაცია, ხო, რაც ხა იმ დღეს იყო რა, გაერთიანებული სინოდის ხდომაზე, ხო, ჩემთვის პირადად, ჩემთვის იყო ლუსტრაცია რა. და ეს ძალიან კარგი რამე მოხდა, პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან კარგად დავინახეთ, თუმცა რადგან თქვი რომ ამ თემაზე არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ეხა ჩემთვის ძალიან ბევრი რამე ნათელია, ბევრი ადამიანისთვის, უბრალესობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან ბევრი რამე ნათელია თუ რა განწყობები არის საერთოდ და ვინ საითკენ ეკაჩება ამ ყველაფერს, მაგრამ აი ამ მიშა სტატუსთან დაკავშირებით მინდოდა რომ ორი კომენტარი წამეკითხა რა თუ შეიძლება. ესე იგი თვითონ ხალხი უწერს რა, რუსული გამართული სპეცოპერაცია შენ უკვე ჩაატარე. მიშა შენ აძირალავ კოდორის ხეობა სამხრეთ ოსეთის აღიარება ახალგორის რაიონის და 145 სოფელი და დასახელება რომ გადაულოცე რუსეთში ღორო და ტაშიც რომ აკვრევინე შენ აძირალა მომხრეებს, ეგ იყო ნამდვილი რუსული სპეცოპერაცია და იმედია ეს ხელისუფლება მალე ამაზეც გაასამართლებს და ჩალპობის განაჩენს მოგისჯიან შე. ხო, ნუ ამას აღარ წავიკითხე, საქართველოს დამაქცევა რომ აი ამას უწერს ხალხი, მე რაღა კომენტარი უნდა გავაკეთო, მეორე თუ შეიძლება, მეორე კომენტარი და მაინტერესებს ერთი იძახის რომ ჩეულებრივ პატიმრებს ამას რო უფლებები აქვს, ისეთი იმათ აქვთ, რატო აძლევთ ამდენ უფლებებს? მე სულ კიდიაო რა, მოკლედ დალამპაჭკიო რომ მიტყვიან, მაგრამ ხალხი გიждდება და მე ვერც პოლიცია და ვერც ჯარი ვეღარ გიშველით და მაღალი ღმერთიც ვერ გიშველით. ამიტომ დროზე აცხოვრეთ როგორც პატიმარი. და ისე მაინტერესებს მართლა, ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს რა. ციხეში პატიმრებს რა აქვთ ესეთი ინტერნეტთან წნობის ამბავი, ეს პირობები, რაც იმას აქვს სააკაშვილს. მაინტერესებს რა, თუ ყველას აქვს, მაშინ კიდე რაღაცას გავიგებდი, ხო? და ყველა შეუულია რომ რაღა პოსტები წეროს და ისე და ეს. თუ არა აქვს, ამას რატო აქვს? ძალიან უსამართლობა არის, თუ ესე არის მართლა რომ სხვას არ აქვს იმაზე წლომის უფლება, რაც ამას აქვს. რატო, რა განსხვავებით? ვინ არის რო? ვინ არის გამაგებინეთ რა? გავუშვით კიდე ერთი სკრინი რა. წვერებში რო არის რა, პუტინის პატიმარი, აი პირადი პატიმარი, რეგიონალური მიტროპოლიტი მეუფე მიშანია. დუმარე. ზაგარია და კომენტარი, ეხა ამის მერე არ იხევს უკან, არც ერთ დანაშაულს არ აღიარებს, პუტინის პატიმარი ესა. ხო, ნუ ეხა დასაცინად არ ყოფნის უკვე ხალხს რა, ხო და ეგ კიდე ცალკე ამბავია, მაგრამ ამის კლასტერი უნდა განახოთ რუსთაველზე რა, მოკლედ ძალიან მაგარი ვიდეო არის ესეც, რა ქვია იმას ნაცი იუნაიტედი შეიქმნა ესეთი რუსთაველზე და მინდა რომ განახოთ ეს მაგარი ვიდეო რა. მაგარია, ძალიან მაგარი იუნაიტედია ეგ რა. სვის მახსენდება ხოლმე რა, ეს რა ქვია რა მათე კალო, რა მათე ნათელა მქვია ხო იცი და ეგ ვიდეო რო არის ეგ ხდების იცილით რა.